ბრუნდებით პირდაპირ ეთერში განახლებული სტუმრებით თამარ კორძაია, თეონა აკუბარდია, დათო სიხარულიძე, გია ჯაფარიძე ჩაგვირთვება. ცოტა ხანში მანამდე საელჩოდან დარეკეს თურმე, რომ ყოფილა ესეთი შეხვედრა, მათ შორის კრიტიკული მედიის მონაწილეობით, მედიის გაცნობითი შეხვედრა ყოფილა ქალბატონ დეგნანთან, როდესაც ის ჩამოვიდა, მაგრამ ამის შემდეგ სხვა შეხვედრა არ ყოფილა, ის არ მოსულა არც ჩვენთან ტელევიზიაში, წესით უნდა დაინტერესებულიყო რა პირობებში მუშაობს 19 დღეში შექმნილი ტელევიზია, რომელმაც გადაარჩინა თავისუფალი სიტყვა ამ ქვეყანაში, მაგალითად ინგლისის ელჩი ახალი ჩამოსული იყო და ერთ-ერთი პირველი შეხვედრა და პირველი ვიზიტი მას ჰქონდა ჩვენთან. ამის თქმა მინდოდა და მე მახსოვს ძალიან ბევრი ელჩის პირობებში უკაცრავად, როგორც ამერიკის, ისევე სხვა ქვეყნების ელჩების პირობებში იყო ყოფილად მრავალფეროვანი შეხვედრები, მათ შორის მათი ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებთან იყო ძალიან ხშირი ესეთი შეხვედრები, მე ესეთი ტიპის შეხვედრებს დღეს ვერ ვხედავ, რაც ძალიან სამწუხაროა და იმედია საელჩოები ამას ყურადღებას მიექცევენ. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი სურვილია გადასაწყვეტი რასაკვირველია მათია. და ეხლა გია ჯაფარიძესთან დავიწყოს ჩართო, დიდი ხანია გველოდება ჩვენი სტუმრები სტუდიაში ცოტა ხანს მოითმენენ. გია, მოგესალმები, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით საღამოშიდობის, მოგესალმებით თქვენ სტუმრებს, თქვენს ტელემაყურებლებს და მადლობა მოწვევისთვის. გია, ხო, როგორ უნდა მოახერხო, ანუ ეხლა ჩვენ რა ოპოზიცია წყვავს ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, ეს არის მკაფიოდ პროდასავლური და მკაფიოდ ანტირუსული. ეს ოპოზიცია ამას არ ჭირდება თავისი იდენტობის მტკიცება, ამასთან მიმართებაში წლების განმავლობაში ეს არის დამტკიცებული, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი იყოს ეხლა, დასავლეთ ოპოზიციამ გააგებინოს თავისი წუხილები და თავარ მოკავშირედ აქციოს დემოკრატიისთვის ბრძოლაში. აი ეს როგორ უნდა მოახერხოს დღეს, როდესაც დასავლეთი არის ასე რომ განვაზოგადოთ მოწინააღმდეგე ბოიკოტის. ყოველ შემთხვევაში აქამდე მისი პოზიცია ესეთი იყო და ძალიან მკაფიო ამ მიმართულებით. მადლობა, ეკა ძალიან კარგი კითხვა. მე მახსოვს, რომ შენ ეს კითხვა ადრეც დაგისვავს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ პირად საუბრებში ესეთი კითხვა ყოფილა. მოდი ჯერ აი ნაწილზე ვიტყვი, ახლა ოპოზიცია პროდასავლურია თუ არ, მე ზოგადად არ მიყვარს ასეთი კლიშეების მიკერება, მაგრამ მე ერთ რაღაცას ვხედავ, რუსეთი ამ თავისი ჰიბრიდული ომის არსენალში აქვს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო იარაღი, ის ხშირად აკეთებს ხოლმე რადიკალური პოლიტიკური იდეოლოგიების ექსპორტს, ხო და ძალიან ხშირად ჩვენს ეგრეთ წოდებულ პროდასავლურ ოპოზიციაში ვხედავთ ხოლმე რადიკალიზმით გაჯერებულ პარტიებს და მე ესეც მაჩინებს ხოლმე ზედაპირზე რა არის და შიგნით რა არის ეს სხვადასხვა რაღაც, ამიტომ მე არ მიყვარს ხოლმე ესეთი კლიშეების მიკერება, გადავალ ზოგადად ოპოზიციის ნაწილზე. მე ვფიქრობ, ეს კითხვა ზოგადად კი მეც გონია რომ მიემართება ჩვენს ოპოზიციას, რატომ ვერ მოახერხა ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენმა ოპოზიციამ რომ ეჩვენებინა დასავლეთისთვის ის სურათი, რომელიც რეალურად გვაქვს ქვეყანაში. ხა რას ხედავ ჩვენ დასავლეთისგან? ჩვენ ხედავთ რომ ისინი ხედავენ აქ შექმნილ სიტუაციას, მოდით ასე ვთქვათ, ორ პრიზმაში. ერთი ეს არის ვთქვათ საკუთრივ საქართველოს პრიზმა, ხოლო მეორე არის უფრო ფართო სურათი და უფრო ფართო კონტექსტი. აი უკანასკნელი განცხადებები რო გავიხსენოთ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროპის კავშირის განცხადება ერთად, ან აი გუშინ იყო თუ გუშინ წინ საფრანგეთის და გერმანიის ერთობლივი განცხადება საქართველოზე და ასევე დავამატებდი აი მესამე განცხადებას, რომელიც გააკეთა ეუთომ როგორც ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარე. აი ამას თუ ავიღებ, თუ აი ამ ბოლოს ამ განცხადებას ერთად თუ ავიღებ, მაშინ სრულიად გასაგები ხდება ის განცხადებები, რა განცხადებებსაც აკეთებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მათ სურთ რომ უფრო ფართო კონტექსტში შეხედონ აქ მიმდინარე მოვლენებს
სულთ რომ გადაარჩინონ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სახე შეუნარჩუნონ საქართველოს, რომელიც სულ უფრო მეტად იხრება ავტორიტარიზმისკენ. მე აი ამ ასე ვუყურებ იმ განცხადებებს, რა განცხადებებითაც დასავლეთის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩვენ მოგმართავენ. ის რომ ოპოზიციას უფრო მეტი უნდა ემუშავა და უფრო მეტი უნდა იმუშაოს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა აი უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ის რომ თუნდაც აი ამ საქართველოს ჭრილში დასავლეთი ძალიან ცხადად ხედავს იმ სურათს, რომელსაც ხშირად ჩვენი ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, ან უჭირთ აღიარება, ის რომ იმავე თქვა 11 დეკემბერს ჩვენ ვერ ვნახეთ იქ ბევრი ხალხი, მისული ხალხი, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს, ხალხი, რომელსაც არ მარტო არჩევნები მოპარეს, კაცო, სახელმწიფოს პარავენ საერთოდ, ხო, სახელმწიფო ამ შემთხვევაში მოპარული ეს ხალხი იქ ჩვენ ვერ ვნახეთ და ამან მე მაჩვენა რაღაცნაირი წყვეტა ქართველ ამორჩეველსა, საქართველოს მოქალაქეებსა და ოპოზიციას შორის. დასავლეთი იმასაც ხედავს, რომ შესაძლებელია ვთქვათ ეს ოპოზიცია არის ერთიანი რეჟიმთან, ავტორიტარულ რეჟიმთან მიმართებაში, მაგრამ ძალიან ბევრი სხვაობა, ძალიან განსხვავებული მოსაზრებებია თვითონ ოპოზიციის შიგნით, ხო, ალტერნატივა რა არის? მე სულ ვამბობდი და ჩემს მეგობრებს, რომლებიც ოპოზიციაში არიან, ხო, მათთან მქონდა ხოლმე ამაზე ხანდახან ისეთი კამათში გადაიზრდებოდა ხოლმე, კამათში, რა თქმა უნდა, როცა ვეუბნებოდი რომ გავიგე, მივდივართ ამ არჩევნებზე, მაგრამ თუ შეიძლება ვთქვათ ოპოზიცია ერთად უფრო მეტ პროცენტს აგროვებს, უფრო მეტ ხმასაც აგროვებს, ვიდრე ვთქვათ ქართული ოცნება, მაგრამ ოპოზიცია ვერ ახერხებს სოლიდური ალტერნატივის დადებას და თუ არ იქნება სოლიდური ალტერნატივა, მაშინ დასავლეთს გაუჭირდება მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რაც არის სოფლიოში და რაც არის რეგიონში, ხარი დაუჭიროს რომელიმე რაღაც ტიპის ოპოზიციურ კონგლომერატს, ხო, საფრანგეთის და გერმანიის განცხადებაში ეს არის ძალიან კაფიოდ ხაზგასმული, რომ ჩვენთვის არ არის დღეს ყველაზე უფრო ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარება. პირდაპირ ეს წინადადება უწერიათ, რომ წყება გამოწვევების რეგიონების საქართველოს. ზუსტად ამასთან დაკავშირებით ესეთი შეკითხვა მინდა დაგისვა. აი ეს ავიქარები სწორედ მოდის ავტოკრატიიდან და დასავლეთი ხელს უწყობს დემოკრატიას. დასავლეთი არ კარნახობს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ან რა ტიპის მართველი უნდა იყოს, ისინი ხელს უწყობენ დემოკრატიას და ამას თავისი კონკრეტული მიმართულებები აქვს. ეს არის არჩევნები, პირველი ინსტიტუციები, პრესა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება. მთელი ამ წლების განმავლობაში შენის შეფასებით სად იყო ყველაზე ეფექტური დასავლეთის დახმარება და სად იყო ჩავარდნები, რომელმაც რეალურად შეიძლება კიდევაც გამოიწვია ეს პოლიტიკური კრიზისი, რაც დღეს სახეზეა. ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები, მე აი შენს კითხვაშივე არის აი ის პასუხი, პრინციპში რაც სანამ აი ეს კითხვა რომ არ დაგესვა, მინდოდა რომ ეს მე თქვა თქვენს ეთერში. ხშირად არის ჩვენთან ეს პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა ძალიან ბევრ რამეში გვიშლის ხელს, ხო, ჩვენ წარმოგვიდგენია რომ დასავლეთი აი ჩაერევა პირდაპირ ჩვენს საშინაო საქმეებში. ჩვენ წარმოგვიდგენია რომ ამ ბრუსელი ან ვაშინგტონი არის მოსკოვი და ისე მოიქცევა როგორც ამას აკეთებს მოსკოვი ან რომელიმე ვთქვათ ავტორიტარული რეჟიმი. ეს ასე არ არის. დასავლეთი ჩვენთან ერევა მხოლოდ რეკომენდაციების სახით. დასავლეთი ჩვენთან ერევა როგორც ჩვენი ძალიან კარგი მეგობარი. აი როცა ვხედავთ რომ ჩვენს მეგობარს უჭირს, აი როგორც ჩვენ გაუწევთ რჩევას, როგორც ჩვენ გაუწევთ დახმარებას ჩვენს მეგობარს, ასე გვეხმარება, ასე გვაძლევს რჩევებს ჩვენი საუკეთესო მეგობარი. ავიღოთ დასავლეთი, ეს არის ვთქვათ ცალკე ევროპის გაერთიანება და ცალკე ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკები ზოგადად, იქ კიდევ ყავს თქვა ჩვენ სხვა უანგარო მეგობარი, თქვა კანადის სახით და კიდევ თქვა სხვა სახელმწიფოების სახით, ხო, ჩვენთან არსებობს სამწუხაროდ ჯერ ეს მენტალიტეტი, რომ ვიღაცას ბევრს გონია, რომ აი დასავლეთი ჩაერევა ვიღაცას ხურს აუწევს და რაღაც ესეთი რაღაცეების ხადი არ მოხდება, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად სხვაობა ამ ორ სამყაროს შორის, ეს არის სხვაობა კეთილდღეობის, სიკეთის, ლიბერალური დემოკრატიის
დემოკრატიის სივრცესა და აქეთ რაღაც ავტორიტარიზმის და ბოროტების როგორც თავის დროზე მას უწოდეს და იქიდან ბევრი რაღაცა კიდე შეცვლილი არ არის სივრცეს შორის. ამბოს შორის არის ჩვენთვისაც არჩევანი და ჩვენთვის ეს ისტორიული არჩევანი ჩვენ გაკეთებული გვაქვს, ხო? დასავლეთს აქვს ჩვენთან დაშვებული შეცდომები და ეს მომენტიც არსებობს. აი წარმოიდგინეთ დღეს რომ დასავლეთი იყოს უფრო კრიტიკული, ხო, ხელისუფლების მიმართ ერთი ბევრი მიზეზის გამო ასე არ იქნება, მას მაშინ უწევს რომ საკუთარი შეცდომებიც აღიაროს, ხო და ეხლა ეს კიდევ ასეთი ადვილი არ არის, ხო, 30 წლის განმავლობაში დასავლეთის მხრიდანაც რასაკვირველია იყო შეცდომები დაშვებული. შეცდომები იყო დაშვებული 2012 წლიდან 2020 წლამდეც. შეცდომები იყო დაშვებული მანამდეც, თქვა შევარდნაძის ადმინისტრაციის პირობებში, სააკაშვილის ადმინისტრაციის პირობებში და ეხლა მოლოდინი იმის რომ ისინი ერთბაშად ამ ყველა შეცდომას აღიარებენ, ცოტა მე მგონი გადაჭარბებულია. მე ცოტა ამ შეცდომების აღიარებასავით მომესმა აი ცნობილი ტრანსკრიპტი, რომელიც სახელმწიფო მდივანის პომპეოს ვიზიტის დროს თბილისში გავსელდა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები და პრინციპში ვიცით, ვინც იყო ის ორი მაღალჩინოსანი, საუბრობდა ამ 30 წლის განმავლობაში საქართველოში მოხდა ამბებზე და აქ ისინი ირიბად აღიარებდნენ სწორედ საკუთარ შეცდომებს, როდესაც თავის დროზე რაღაცეებზე თვალი დახუჭეს და პრინციპში ახლა სიმართლეს რომ ჩავხედო თვალებში, ეხლაც რასაც გვეუბნებიან რომ მოდით კიდევ ერთხელ სიმართლეზე თვალი დავხუჭოთ იმისთვის რომ სხვა დროს აღარ დავხუჭოთ სიმართლეზე თვალი და უკეთესი პერსპექტივა მივცეთ ამ სახელმწიფოს. ხო, არ ვიცი ეხლა ესე ერთ იმაში ჩამოთვლა იყო, რა თქმა უნდა, იყო მათი მხრიდან არსებობდა შეცდომები, მე ეხლა ბოლო 4 წელი საერთოდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საერთოდ ამოვარდნილი იყო საერთოდ რეგიონში მათი არსებობა არ ჩანდა, ესეც გონია რომ შეცდომა იყო, უფრო მეტი ამერიკის შეერთებული შტატები, უფრო მეტი ევროპის კავშირი რომ ქონოდა უკანასკნელ წლებში, უკანასკნელი თუნდაც 4 წლის განმავლობაში მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში არ მივიღებდი თქვა იმ სიტუაციას, რომელიც გვაქვს საქართველოში ან გვაქვს ზოგადად რეგიონის მასშტაბით. შეცდომების ხებაც არსებობდა. კი ბატონო, ხო, და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ყველაფერზე ვილაპარაკოთ ღიად. და რასაკვირველია ჩვენს ყველაზე მთავარ მეგობრებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან სხვადასხვა ფორმატში ამაზე გულწრფელად ვილაპარაკოთ და ეს არ იყოს რაღაცა უფროსისა და უმცროსის დამოკიდებულება, ასე არ არის ბათუ? კი, ეს არის მთავარი და სწორედ ეს არის დემოკრატიის მიღწევა, ღია დებატები, ისტორიის ბევრი ფაქტი არსებობს დაშვებული შეცდომებისაც და წარმატებისაც. აქედან გამომდინარე სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დავინახოთ ერთურთის ინტერესები და ეს შეკითხვა იქნება ალბათ ასევე შემდეგ სასაუბრო თემა, რატო არის დასავლეთი დაინტერესებული, რომ საქართველოს იყოს დემოკრატია, რატო უნდა ადარდებდეს ამერიკელ კონგრესმენს, რომ საქართველოს იყოს დემოკრატია, რატო დებენ ისინი ბევრ რესურსს და ფულს, აი წინა ბლოკში ანამაც ისაუბრა, სასამართლოს რეფორმაში 10 მილიონი დოლარი აქვს ჩადებული. ხო, მეორე საკითხია ჩვენ როგორ მოვიხმარეთ ეს დახმარება, მაგრამ არის ის ფაქტია, რომ ისინი ბევრ ფულს და რესურსს დებენ ამაში. ეს არის მთავარი, რომელზეც ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი და შემდეგ უკვე საზოგადოებამ აი ღია დებატის შედეგად მიიღოს თავისი გადაწყვეტილებები. კი ბატონო, გია, უღმესი მადლობა, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო მოსაზრებებისთვის და მადლობა მოწვევისთვის და აბსოლუტურად გეთანხმებით, რასაკვირველია, ზუსტად ეს არის ჩვენი პარტნიორობა და ეს არის დასავლეთთან პარტნიორობა, ეს არ არის ურთიერთობა რუსეთთან ან თქვა სხვა ავტორიტარულ რეჟიმთან. ისინი ზუსტად ამას მოითხოვენ ჩვენგან, ჩვენ ერთმანეთი უნდა ვაკრიტიკოთ კიდევაც, როცა თქვა ამის საჭიროებას ვხედავთ, ხანდახან შეიძლება ეს იყოს რაღაცნაირად ხურს, ცოტა სხვანაირად ხდებოდეს, იმიტომ რომ ჩვენ ასეთი საზოგადოება ვართ სამწუხაროდ პოსტსაბჭოთა და ნებისმიერი მიმართულებით კრიტიკა ხანდახან არის გაგებული რომ რაღაცა ვაჭარბეთ. არა, ეს არის ზუსტად დასავლეთი, ეს არის ზუსტად ის ლიბერალურ დემოკრატიული სივრცე, ასეთი ქვეყანა გვინდა ზუსტად ჩვენ სადაც კრიტიკა მოსულა. კი ბატონო, უღმესი მადლობა, გია ჯაფარიძე იყო ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა, გია. და აი ხა სიხოს დათო სიხარული და ფაქტიში ჩემი მეგობარია და სიხოს ვეძახით, ასე რომ მეპატიება. დათო, აი ამაზე ვილაპარაკოთ, რაც გიამ ახსენა, რომ არ არის ხელსაყრელი გარემო.
რა არის კონტექსტი, რა არის სტრატეგიული კონტექსტი. მე ოპტიმისტურად უყურებ ამას. ბათო არასდროს არ კარგავს ოპტიმიზმს და ძალიან მიხარია რომ ოპტიმისტი ადამიანი მიზის გვერდით ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფსიქოლოგიურად, მაგრამ რეალისტურად შევხედოთ იმას, რაც ხდება ჩვენს გარშემო, ხო? მე ხა სალომესაც ვკითხავ, რა შეიცვალა მეთქი მას შემდეგ, რაც ძალიან დიდი წნეხი მოდიოდა ივანიშვილზე, ხო? ეს წნეხი იყო ევროპარლამენტიდან, ეს წნეხი იყო ამერიკის კონგრესიდან, სენატიდან, დეპარტამენტიდან და ფაქტობრივად ვლაპარაკობდით, რომ აი დღეს თუ ხვალ რაღაცა სანქციებსაც კი დაუწესებენ. მაგრამ შეიცვალა პანდემია დაიწყო ურთულესი ეკონომიკური კრიზისი და ყველანაირი ტიპის კრიზისი მთელი მსოფლიოსთვის და მოხდა ის, რაც მოხდა ყარაბაღში. ყარაბაღში ისე გადაფორმდა ყველაფერი, რუსეთის პოზიციები გაძლიერდა, თურქეთის პოზიციები გაძლიერდა და საბოლოო ჯამში თურქეთის და რუსეთიც დღეს ამაზეც უნდა გველაპარაკა დღეს იბრძვიან იმისთვის, რომ რეგიონალური ლიდერები მოაგვარონ ამ რეგიონში საქმე და დასავლეთი ფაქტობრივად არ შემოუშვან. ასეთ პირობებში გასაგებია, რომ რეალიზმის ესეთი საფუძველია, რომ შევხედოთ რა არის შესაძლებელი მოცემულ მომენტში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ჩვენი დასავლელი მეგობრები თვლიან, რომ აი ხლა არის თავარი სტაბილურობა ამ მომენტში. არის ესე? და არის თუ არა სწორი ესეთი ხედვა? ვიცით, რომ ესეთი სტაბილურობა versus დემოკრატია ხშირად ყოფილა დილემა ამერიკისთვის. უფრო ხშირად ეს არ არის true dilemma. მაგრამ არის დილე, ხო? უფრო true dilemma, იმიტომ რომ თავისთავად დემოკრატია გულისხმობს სტაბილურობას. რეალურ სტაბილურობას და გრძელვადიან სტაბილურობას გულისხმობს მხოლოდ დემოკრატია. დემოკრატიული სისტემის დგრადობა იმ შემთხვევაში თუ სტაბილურია სახელმწიფო, თუ დემოკრატიული ავტორიტარების სტაბილურობაზე აპელირებენ. ჩრდილოეთ კორეაც ალბათ სტაბილურია რაღაცა თვალსაზრისით, მაგრამ სინამდვილეში უფრო სინამდვილეში ეს არ არის ერთ თურთის შემავსებელი კომპონენტებია, ხო? სწორედ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, რატომ არის მნიშვნელოვანი, ზოგადად დემოკრატია რატო არის მნიშვნელოვანი, სტაბილურობა რატო იქმნება დემოკრატიული არჩევნებით, იმიტომ რომ პარლამენტი ასახავს ადამიანების განწყობას, ძალთა რეალურ განლაგებას სახელმწიფოში და შესაბამისად იმ ქვეყნებში, სადაც საპარლამენტო დემოკრატია, ეს გადათარგმნილია პირდაპირ კოალიციებში, იმ შემთხვევაში თუ არავის არ აქვს უპირატესობა. რაც მოხდა საქართველოში, ხო, პრობლემა ეს არის და არასტაბილურობის საფრთხე აქედან მომდინარეობს, ჩემი აზრით, საქართველოსთვის, რომ ის ძალთა განლაგება, რაც დაწერეს ფურცელზე, რომელიც რეალურად ეს ძალთა არასახავს რეალურად იმას, რა განწყობებიც არის საზოგადოებაში და პოლიტიკურ ძალთა იმ განლაგებას, რომელიც არსებობს. ამიტომ აქ უფრო დიდი შეიძლება ნელი მოქმედების ნაღმია ჩადებული და სწორედ აი ასეთი არასტაბილურობის ნელი მოქმედების ნაღმით შესაძლოა დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვინმე იხეირებს და მოგებას ნახავს, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც ებრძვიან ლიბერალ დემოკრატიას და ჩვენ რეგიონში სწორედ ეს არის რუსეთი. რუსეთი აქ ძირითადად დაკავებულია იმით, რომ ებრძვის ლიბერალურ დემოკრატიას, ანუ თავისუფლებას ებრძვის, ხო, ეს ლიბერალური იქაც ხო ეს ამ პროპაგანდისტულ რაღაცა კროში გადაიყვანეს. ხო, რაღაც პროპაგანდისტულ არ უყვარს ეკას ორველიანური როგორ არ მიყვარს, მე ძალიანაც მიყვარს. ხო, მაგრამ რაღაცა ორველიანურად ორველის გარეშე ილაპარაკო. ხო, ორველის მსგავსად რომ ანაცვლებენ, ხო? პარლამენტში შესვლა. ანაცვლებენ იმას, რა ქვია, ტერმინებს. ხო, ლიბერალური ვითომ რაღაც საშინელი ტერმინია და ებრძვიან ამას სინამდვილეში თავისუფლებას ნიშნავს ქართულად თუ გადმოთქვამთ. ხო, აი ეს არის თან პრობლემა და სწორედ სტაბილურობის გრძელვადია სტაბილურობა მხოლოდ მიიღწევა იმ თვალსაზრისით. რაც შეეხება ხა იმ ნაბიჯს, რომელიც ოპოზიციამ გადადგეს, არ არის კარგი ცხოვრებისგან გადადგმული. ხო, ეს არის რაღაცა უკანასკნელი საშუალება იმისი, რომ რაღაცა ამა თუ იმ ფორმით სწორედ შენ განაცხადონ, რომ მნიშვნელოვანია აქ ცვლილებების გატარება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის თლათ ისეთი დილემა, როგორც ესე ვთქვათ, ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, იმიტომ რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ ზუსტად თავისუფლება და სწორედ დემოკრატია უზრუნველყოფს სტაბილურობას და არა მხოლოდ სტაბილურობას, განვითარებას. განვითარებას არ ხდება.
აი ესეთი ძალთა აი ამ სწორი ბოდიში და აქ ერთი კითხვა მაქვს ხო აი რა სადღაც არის ავტორიტარიზმი სხვადასხვა ტიპის დიქტატურა ხო იქ რაღაცას ეფუძნება ეს თქო ან ეკონომიკურ კეთილდღეობას ხო ან რაღაცა ბუნების რაღაც წიაღისეულს საიდანაც მოდის ეს ეკონომიკური რაღაც მაგრამ ჩვენ რა გვაქვს ანუ არაფერი არ გვაქვს დემოკრატიის გარდა ის რაც შეძლებს სტაბილურობის უზრუნველყოფას და სამართლიანობის გარდა ხო ეს არის მაგალითად საზოგადოებები რომელშიც აი ესეთ ავტორიტარულ და ვერ ტოტალიტარულ რეჟიმებში ნუ ავტორიტარულ რეჟიმებში რომელსაც ტოტალიტარული კომპონენტები აქვს იქ რაღაც ეს ავტორიტარული ლიდერები მე ჩათვლიან რომ რაღაც ციგნი უნდა დაწერონ და რაღაც იდეები დაავწენ ეს ავტორიტარიზმი ნევნელა მე გადადის და ძირითადად რას ეფუძნებიან რომ საზოგადოების დახლეჩას სხვადასხვა ფორმით შეიძლება ეს რელიგიური კომპონენტი დომინირებდეს შეიძლება მაგრამ როგორც წესი თუ ნახავთ ავტორიტარულ რეჟიმებს ეს არის ძალიან დიდრების ესეთი ნიშა და უკიდურეს სიღარიბე ანუ საშუალო ფენა პრაქტიკულად არ არსებობს ხოლმე ზოგჯერ ამას ეფუძნება ეს ავტორიტარიზმი პარლამენტარებმა ზუსტად დაამტკიცეს ის რასაც დათო იძახის ეხლა როდესაც ინტერვიუის რეპორტაჟი იყო ხო ეხლა ნელ-ნელა ხო მე საერთოდ არ ვარ სოციალისტი იცით თქვენ მაგრამ არა რაღაცას ხო ეს არ მიღმა ამ მემარჯვენეებმა თქვენ მიღმა პუტინმა შეძლო ამ ავტორიტარიზმის და კონსოლიდირებული ძალაუფლების შექმნა რითი რომ ეს ვერტიკალი გააძლიერა შემოსავალი ქონდა უკვე ამ ნავთობიდან ფასების გაზრდასთან ერთად იხდიდა ხელფას გაძლიერდა რა ეს რაღაცაზე დაემყარა ხო გარკვეულწილად დამოკიდებული ის რომ საქართველოს აირჩია გახდეს იყოს დემოკრატიული წყობის ქვეყანა ეს არის არა მთავრობის არჩევანი არამედ ხალხის არჩევანი ჩვენ ვერ შევეგუებით ავტორიტარიზმს და ეს არაერთხელ დამტკიცებულა ამ ქვეყანაში მგონია რომ უკვე ვაჭარბებთ მაგაში მე ბათოს ოპტიმიზმის შემთხვევაში გავიზიარებ არა თუ ის რომ ჩვენ წიაღისეული არ გვაქვს და ამიტომ ვერ ვიქნებით ავტორიტარულები არამედ იმიტომ რომ ჩვენი ხალხი არ არის ამ შემთხვევაში ისეთი ვინც მიიღებს ამ ავტორიტარიზმს და როდესაც ვლაპარაკობთ იგივე რეგიონულ ვითარებაზე და ყარაბაღის მოვლენები ახსენეთ რა თქმა უნდა რუსეთი იბრძვის თავისი ჰიბრიდული ომის ტაქტიკით მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ და ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია ასე რომ ვთქვათ წარმოვაჩინოთ იგივე რეგიონში სადაც დემოკრატიის ხარისხი საკმაოდ შემცირებულია მათ შორის ყველა იმ ქვეყანას შორის რომელიც ჩართული იყო უშუალოდ იქნებოდა ეს რეგიონის ქვეყნები თუ გარე ქვეყნები დემოკრატიის ხარისხით ჩვენ გვაქვს ერთადერთი შესაძლებლობა როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს დასავლურ მისწრაფებებზე და იგივე ჩვენ პარტნიორებზე რომ ეს დემოკრატიის ხარისხი გავამყაროთ ისე რომ ის შესაძლებლობები რაც ჩვენ გსურს რომ იყოს არა მხოლოდ დემოკრატია არამედ კეთილდღეობა და უსაფრთხოება რომელიც მორღვეულია ქვეყანაში ამ შემთხვევაში მივიღოთ საბოლოოდ ის შედეგი რაც ეროვნულ ინტერესებად არის გაფორმებული ქვეყანაში ამიტომ არა აქვს ალტერნატივა საქართველოში დემოკრატიას თუ ჩვენ გვინდა ის რასაც ჩვენ ვაცხადებთ ეს არის მეტი უსაფრთხოება ნატოში გაწევრიანება ევროკავშირში და კეთილდღეობის შექმნა სხვა შემთხვევაში ამ შემთხვევაში გვჩება რუსეთი და ის წარსული რომელიცგანაც ძლივს დავაღწიეთ თავი და რომელიც არის კვლავ ისევ და ისევ საშიშროება რომ დაბრუნდეს და ამიტომ ამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე რეალური საფრთხე არის ის რომ თუ ამ ქვეყანაში არ იქნება დემოკრატია არის რისკი იმისა და სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტები არის რისკი იმისა რომ რუსეთის გავლენის ქვეშ დაუბრუნდეთ რასაც რუსეთი ცდილობს და დღეს სამწუხაროდ მათ შორის არჩევანი არის ამ კუთხით მე ესე ვხედავ ამ ყველაფერს რომ ჩვენ თუ არ გავაძლიერებთ ჩვენი დემოკრატია ამ შემთხვევაში ჩვენ დავახოვდებით რუსეთთან და დემოკრატია ამ შემთხვევაში არის ინსტიტუტების მდგრადობაც. აი ზუსტად რუსეთთან დაახლოებაზე და ინსტიტუტებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი რაც თეორნამბა წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ, მაგრამ კიდე გავიმეორებ აი ეს ჯორჯ კენანის ცნობილ ტელეგრამაში ის წერს რომ თავარი საფრთხე დასავლეთისთვის რუსეთთან საბჭოთა კავშირთან ბრძოლაში არის ის რომ თავად დაემსგავსოს რუსეთს. აი აქ ჩვენი პრობლემაც ეს არის. ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლაში თავარი საფრთხე არის რომ ჩვენ დავემსგავსოთ რუსეთს და აქ არის პრობლემა როდესაც ქვეყანაში შემოდის რუსული ტიპის მართლობა და არჩევნების გაუქმება ეგრეთ წოდებულ პუტინის ელექტორალურ დემოკრატიას დაგვამსგავსებს. და ამიტომაც ალბათ მნიშვნელოვანი იყო სწორედ ის რეაქცია, რა რეაქციაც ჰქონდა საზოგადოებასაც და პოლიტიკურ სპექტრსაც არჩევნებზე. აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღეს 21 საუკუნეში 2020 წელს ვსვართ იმ რეალობაში, როდესაც ჩვენ ანბანის დონეზე გვიწევს საუბარი დემოკრატიულ ღირებულებებზე, იმიტომ რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ იდეოლოგიების დრო დასრულდა. რაზე ლაპარაკობს ვერ გავიგე, როგორ შეიძლება მთელი სამყარო დემოკრატიული დგას ლიბერალური დემოკრატიის იდეებზე და იდეოლოგიაზე და ამ დროს ის ლაპარაკობს, რომ ეს დრო დასრულდა. ახლა თუ ვინ ბაჩოგურის
ესენი ამბობენ ამას შალარამიშვილის პატარა და რეალობა ასეთია რომ რაზე უნდა ვილაპარაკოთ ხო ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე უნდა ვილაპარაკოთ რომ ადამიანის უფლებები დემოკრატიული ღირებულებები ხელისუფლების შტოების შორის ბალანსი ეს არის რაზეც დგას დემოკრატიული სამყარო ხო და თუ ვიღაცა თulis რომ ამ წუთას ამ ვითარებაში COVID პანდემიის დროს კავკასიაში არსებული პრობლემების გამო საჭიროა სტაბილურობა ეს სტაბილურობა ეხა ამ წუთას აფეთქების საფრთხეს გულისხმობს თუ არა თელმა დემოკრატიულმა სამყარო კარგად იცის რომ სტაბილურობა ადამიანის უფლებების გარეშე არჩევანის თავისუფლების გარეშე ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის აღიარების გარეშე არ არსებობს რა თქმა უნდა ხო ეხა თუ ვინმეს გონია ქართულ ოცნებაში და პარლამენტში ვინც შევიდა რომ რასაც ლაპარაკობენ ეს ჩვენ ისა დასავლელ პარტნიორებს ჯერათ ან ამას არ იმახსოვრებენ ძალიან შემცდარან იმიტომ რომ წარმოუდგენელია რომ დღეს ეხა ჯერ ერთი არც ერთი სახელმწიფო საკუთარ თავისუფლებას არ მისცემს იმას რომ ახაც ქუჩაში გადადიდანეთ მოვლენები არასერიოზული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში და მით უმეტეს როდესაც ამაზე ოპოზიცია თვითონ არ ლაპარაკობს უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ დავამტკიცოთ ის ღირებულებები და ვაჩვენოთ მსოფლიოს სწორედ იმ ღირებულებების დაცვა რაზეც დგას ეს ლიბერალური დემოკრატია და როდესაც ვეუბნებით რომ მოგპარეს არჩევანი და ჩვენ საზოგადოების არჩევანს ვიცავთ ეს არ დარჩება შეუფასებელი. ამ წუთას თუ ვინმეს გონია რომ ეს ახლა ასე მარტივად და ვიღაცამ ჩვენზე ხელი ჩაექნია შეცდა ყველა ნებისმიერ შემთხვევაში შემცდარია, იმიტომ რომ ჯერ ერთი საქართველო როგორც სახელმწიფოა ღირებულება მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ კავკასიაში ჩვენ გვაქვს ჩვენი ფასი და ოპოზიცია დღეს სწორედ რაც გვაქვს იმ ფასის შენარჩუნებისთვის იბრძვის და პარლამენტში რო შევსულიყავით და ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპარული ხმები ამით ასე ვთქვათ ლეგიტიმაცია მიგვეცა აი ამ მოპარული ხმების აი მაშინ გვექნებოდა ცუდი მდგომარეობა დასავლეთის წინაშე თუ არა ის რომ სიმართლისთვის ვიბრძვით და ის რომ ვიღაცას გონია დღეს რომ ჩვენ ვერ ვამტკიცებთ რომ გაყავდა არჩევნები და მოიპარა ხმები ბიძინა ივანიშვილმა ის ხდალია მარტივად რო ვთქვათ იმიტომ რომ როდესაც ჩამოდიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები და გვეუბნებიან რომ სასამართლო სისტემის რეფორმაზე გააგრძელეთ მუშაობა ამით ხო იმას გვეუბნებიან რომ შენ რო სასამართლოში დავა ვერ მოიგე და შენი და სასამართლო სარჩელო არ განიხილეს ძალიან კარგად ვიცი რომ ცუდი ამბავია და ძალიან კარგად ვიცი რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ამ სასამართლოს მაგრამ ამ სიტყვებით არ ლაპარაკობენ და თუ ეს ქართულ ოცნებას არ ესმის მოვა ხვალ და ზეგ დღე როდესაც აუცილებლად გაიგებს ამას იმიტომ რომ აი ეს არის დემოკრატიული სამყარო მოქალაქეების არჩევანის აღიარება დამოუკიდებელი სასამართლო და ამავდროულად დროს კონსენსუსის დიალოგის უნარი ხელისუფლების მხრიდან და თუ დღეს ქართული ოცნება ხელისუფლება მისი ვალდებულება წამოვიდეს დათმობა. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია ხას ჩვენ რო სტაბილურობაზე ვლაპარაკობთ და გვესმის კიდევაც მათი დასავლელი პარტნიორებს, რომლებიც ამბობენ რომ სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია და მართლა სტაბილურობის გარეშე წარმოუდგენელია განვითარება, ხო, მაგრამ მაგრამ ხო, რა არის ეს ხო ეს არ არსებობს ერთი საქართველოში სადაც მართლა სიღარიბე ყოველდღე ღრმავდება შეუძლებელია სტაბილურობა შეინარჩუნოს მათ ამაზე ვრჩები თუნდაც დროებით მაინც და თან აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო მომენტი ჩვენთვის ხო ჩვენ რატო არ გვინდა რუსეთი იმიტომ რომ არ გვინდა რუსეთიდან იმპორტი მართლობის იმ მოდელის რომელიც იქ არის თორემ რა სხვა პრინციპული ის კი არა გვაქვს რამე გასულ ხო ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ამიტომ არ პრინციპული წინააღმდეგობა სხვა კი რუსეთი რო იყოს დემოკრატიული თავისუფალი ქვეყანა ჩვენ არაფერი არ გვექნებოდა საწინააღმდეგო მასთან მჭიდრო ურთიერთობების ხო მაგრამ ეს ასე არ არის ყველაზე მეტად ჩვენ რაც არ გვინდა ეს არის რომ ეს მოდელი არ შემოვიდეს მართლობის რომელიც უკვე შემოსულია და უკვე ფესვებს იდგავს ძალიან მყარად და ჩვენ იმიტომ გვინდა ევროკავშირი დასავლეთი ისიც კარგია რასაკვირველია რომ უვიზოთ დავდივართ ევროპაში კარგი იქნება თუ უვიზოთ ვიბლით ამერიკაშიც მაგრამ გვინდა რომ აი ეს დემოკრატიული ინსტიტუტების უსაფრთხოება უზრუნველყოს მან და მოგვცეს დემოკრატიულად განვითარების საშუალება დაგვიცეს რუსეთის საფრთხისგან რომელსაც არ უნდა რომ დემოკრატიულად ამის კარგი მაგალითები არსებობს ზუსტად რომელიც 2008 წელს ჩვენ კარებთან გაჩერდა მაგრამ აი ეს გაფართოების ტალღები ევროპაში რამაც უპრეცედენტო დიდ რაოდენობა ქვეყნებს
მოუტანა ყისიერად სტაბილურობას და დიდხნიანი ეკონომიკური განვითარება. ჩვენ ეს სტაბილურობის ფასად მივიღებთ იმას, რომ გვექნება რუსული მმართველობა, რა გვაშორებს რუსული მმართველობის სისტემისგან, ხო, ძალიან ცოტა რაღაცა, აი ჯერ ქუჩაში, რა ვიცი, არ კლავენ ჟურნალისტებს და მოწინააღმდეგეებს, მაგრამ რა ვიცი, თვალ რა იქნება, თორე დანარჩენი, აი ყველაფერი, პოლიტიკა, ხო, ანუ რა ჩვენ გონება რომ ხო არა, და ამ შემთხვევაში არ კონდეს დემოკრატია. არა, რასაკვირველი ამას არ გულისხმობ, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჩვენ გვინდა სტაბილურობა, ოღონდ არა დემოკრატიის დათმობის ფასად და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არც არასდროს არ გვეტყვის და ეს მის ბუნებას ეწინააღმდეგება, ეს გვითხრას, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ის ამბობს, რომ ეხლა ამ მომენტში, ამ კრიტიკულ მომენტში სტაბილურობა უფრო წინ დგას, ვიდრე რაღაცა აი დემოკრატიის ასეთი ფორმულება ნორმალურად არ მახსენდება. არა, ეს არის სპეკულაცია, მაგრამ თან მეორე მომენტი ის რომ ეხლა ორი ელჩი ამდენი ხანი ცდილობს რომ მოლაპარაკება შედგეს ორ მხარეს შორის, ესეთი რაღაცა მათ ხო არ უწერიათ სამუშაო ვალდებულებაში. ეს არის სწორედ მათი მიზანი, რომ იგივე დემოკრატია ამას საერთოდ არ ვეხები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაკვირველია, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რადიკალურად დაპირისპირებული მხარეები დააპირისპირონ და ამ მათი მეშვეობით ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ესეთ მიახლოებული პროპორციული არჩევნები ჩაგვეტარებინა და ამათ ეს როლი ესეც ქართული ოცნების ბრალია, ასეთი რამ რომ აქამდე რომ არ ყოფილა ისტორიაში, ესეც გვახსოვს და სამწუხარო რეალობა ის რომ ნდობა არის საერთოდ დაკარგული ხელისუფლების და ამიტომ არის მათ რომ უწევთ რომ ეს მოლაპარაკებები და ისინი იყვნენ შუამავლები, იმიტომ რომ გვახსოვს ჩვენ მოლაპარაკებები მიხეილ სააკაშვილის პერიოდში იმართებოდა ოპოზიციას შორის, ახლა რო ვერ დამთავრდა ეს შედეგით ეს მეორე თემა, მაგრამ მოლაპარაკებას რო არ ესწრებოდნენ შუამავალი ელჩები ესეც მოცემულობა, ამიტომ ის რომ მათ უწევთ, ეს არის ქართული ოცნების ბრალი, იმიტომ რაც გააკეთა მაშინდან ნდობის და სხვა შორის ის რომ ნდობა დაკარგა არა მხოლოდ მაშინ საქართველოს მოსახლეობის, არამედ დასავლეთის, სწორედ ამიტომ ამას მოყვა ის კასკადი წერილების და ის კრიტიკის ქარცეცხლე, რაც იყო ქართული ოცნების მისამართი, რომელიც შემდეგ რატომღაც ასეთი ინტენსიური აღარ ყოფილა, ხო, აღარ არის. ამ შევხედოთ იგივე აი ამ მოწოდებებს, რომ კარგია რომ პარლამენტში ანუ დისკუსიების ადგილი არის პარლამენტში. კი ბატონო. სწორია, აბსოლუტურად ვეთანხმებით, არავის ამაში აბსოლუტურად 100%-იანია. და რატო ვთვლით, რომ მაინცებოდი ჩვენ გვეუბნებიან ამას? ვინც არ შევდივართ, ავტომატურად ჩვენ ვთვლით, რომ ეს მოწოდება არის ოპოზიციისკენ, რომელიც არ შედის რა. იქნება ხელისუფლებისკენა და ეუბნება, რომ კომპრომისზე წადიო. პირდაპირ ასე ხო ვერავინ ჩაირება, ხო ჩვენ სინამდვილეში ხო ეს ტვირთ. როდესაც ქართული ოცნება სახელისუფლებო განაცხადს აკეთებს და ამბობს, რომ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს გავაკეთებ 2024 წელსო. და ამ დროს მთელი დასავლეთი ეუბნება, რომ საარჩევნო რეფორმა ჩასატარებელი გაქვს. არჩევნები ცუდად ჩაატარე. ანუ ყველა ხო აღიარებს, რომ 2020 წლის არჩევნები. ხო, ნუ სასამართლოს მივიდა, ხო? მუდმივად ყველა ეუბნება, რომ სასამართლო რეფორმა უნდა ჩაატარო და ამ ვითარებაში, როდესაც ქართული ოცნება არ მოდის კომპრომისზე და პრაქტიკულად ქართულმა ოცნებამ გაგვაგდო ქუჩაში, ხო? აბსოლუტურად არაფერზე არ დაგველაპარაკა, ხო? ამ ვითარებაში რატო გონია, რომ მაინც და მაინც ოპოზიციას მიმართავს, ხო? ის ლაპარაკობს ხელისუფლება და ოპოზიცია, ანუ შესაძლოა ამ პირველი არის ხელისუფლება და მეორე არის ოპოზიცია ამ შემთხვევაში. სიმძიმის ტვირთი არის ხელისუფლების მხარე. ესეც უნდა დავინახოთ, ხო, რომ ისევე ჩვენ გვახსოვს მათი ზეწოლა, ხო? ხელისუფლებაზე და ზეწოლის შედეგიც გვახსოვს ქართული ოცნება რურუა ვერ გამოა. აი ესეც შეცდომა არის, შეიძლება აი დავასრულებ რომ შევკრა ჩემი საუბარი. 2024 შემთხვევით არ მიხსენებია. თუ ასე გაგრძელდა ვითარება და ქართული ოცნება არ აღიარებს იმას, რომ 1,200,000 ამომრჩევლის წარმომადგენელი არის ქუჩაში და თვითონ უმცირესობის სახით მართავს ხელისუფლებას და ამით შეყავს კრიზისი ქვეყანაში, ის ვერ შეასრულებს დანაპირებს და ის ვერ წარადგენს განაცხადს 2024 წელს, იმიტომ რომ ვერცერთ ვალდებულებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე, როგორც სახელმწიფო განაცხადის წარდგენისათვის, ის ვერ შეასრულებს. მისი რეფორმა არ იქნება არც სრულყოფილი, არც სასამართლოს თვალს, არც არჩევნების და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ამას არ ექნება საზოგადოების უმრავლესობის ლეგიტიმაცია. აი დათო როგორ შეაფასებს, როგორც ახლა ნეიტრალური დაუკვირვებელი. ის რას? ნეიტრალური რატო? ხო, აი ხა მოდი ესე ვთქვათ, რომ პირველი რა ინტერესი აქვს დასავლეთს, რომ საქართველოში დემოკრატია შედგეს? რატო არის მათ ინტერესებში? ბუნებრივია, ყველა ქვეყანა გამოდის თავისი ინტერესებიდან და ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, არაერთხელ გითქვამს, რომ საქართველო უფრო მეტია ვიდრე საქართველო.
აი რა განაპირობებს ამას? დემოკრატიული ზოგადად ესეთი ხედვა არსებობს, ხო, რომ რაც უფრო მეტია დემოკრატია, მეტ უფრო სტაბილური და უსაფრთხოა სახელმწიფოები, თორსა დემოკრატიები ერთმანეთს არ ეომებიან. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო, ხო, მეორე მსოფლიო ომის მერე, როდესაც დაეფუძნა სამ ძირითად საყრდენს ახალი ევროპა, ეს გახდათ ეკონომიკა, გახდათ უსაფრთხოება და გახდათ რაც თავარია დემოკრატია. ეს სამი ძირითადი საყრდენი იყო ის, რაზეც აშენდა ახალი ევროპა. და ამ ახალ ევროპას თუ შევხედავთ, ეს რა ვიცი, მე მგონი მე-20 საუკუნის შუა წლებამდე ევროპის ისტორია არის ომების ისტორია და ამის შემდეგ უკვე სხვა რამეა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის თვალნათელი მაგალითი გვაქვს, როგორ შეიტანა უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა სწორედ აი ამ სამ საყრდენზე აშენებულმა სამყარომ, ხო? ეს პრაქტიკულად ხო რევოლუცია იყო, მენტალური რევოლუცია იყო. ადრე ომში რომ მოიგებდა ერთი ქვეყანა მეორეს მოუგებდა, ართმევდა მიწას, რა ვიცი, კონტრიბუციებს ადებდა და ასე შემდეგ. ახლა უთხრა რომ დემოკრატიული წყობა გქონდეს, მე თვითონ მოგცემ ფულს და მე უსაფრთხოდ ვიქნები. სწორედ აი ეს არის ხედვა. ეხლა მე მინდა რა ვიცი, ადრეც მე და ბათუს ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ხო, როდესაც პრეზიდენტმა ბუშმა გამოიტანა ესა freedom agenda, ანუ თავისუფლების დღის წესრიგი. ხო, ეს თავისუფლების დღის წესრიგი გათვლილი იყო, ჩვენთვის არ იყო იდეაში ეს რომ მომწიფდა იმისათვის, რომ ახლო აღმოსავლეთში მეტი უსაფრთხოება და სტაბილურობა შეეტანათ. მოსაზრება იყო, რომ თუ დემოკრატიული უფრო დემოკრატიული გახდებოდა ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყნები, მეტად უფრო ადვილი გახდებოდა იქ არსებული პრობლემების მოგვარება და მეტად უსაფრთხო იქნებოდა. რა თქმა უნდა, იქ ერთი დემოკრატია იყო და ერთი დემოკრატია დარჩა ისრაელის მხედველობაში, მაგრამ ახლო, სადაც ესე ვთქვათ, ამიდიამ და მოდერნიზაციამ ფეხი მოიკიდა, აღმოჩნდა საქართველო, თორე თავიდან ბუშის ადმინისტრაციას არც ჰქონდა ეს, ასე ვთქვათ, დაგეგმილი ამ ფორმით. ხო, და საქართველო გახდა დემოკრატიის შუქურა, მაგიტომაც მიიღო ეს წოდება, რომ ამ ბუშის დღის წესრიგში თავისი ჩემოცურდა ქვეყანა, რომელმაც მას ამ დღის წესრიგი გაამართლა, მაგრამ მე მახსოვს სვანტო კორნელის, ხოთაშორის გამოსვლა ცნობილი ანალიტიკოსის ამერიკელის, რომელმაც თქვა, რომ ეს თავისუფლების დღის წესრიგი აღარ არის, შეიცვალა დღის წესრიგი, ხო? არა, მარტო დღის წესრიგები იცვლება. ჩვენი ამოცანა არის, რომ ამ დღის წესრიგში ჩვენი ადგილი ვიპოვოთ. რა დღის წესრიგია, ან ჩვენ როგორ ვართ მოაზრებული, ან ჩვენ როგორ გვაქვს მოაზრებული ეს ფუნქცია. აი, ეხლა ეს არის მთავარი, თორე იმ დღის წესრიგმა ჩაიარა და სამწუხაროდ არც თუ ისე დიდი წარმატებით და აქედან დაიწყო მეერე არადემოკრატიული ქარების, უკეთ ამ ავი ქარების გარშემო ვტრიალებთ, ამ ქარებმა ქროლვა, ხო? ეხლა დღეს ეს არ არის გამონაკლისი, ეს ხდებოდა, აი, სწორედ ლარი დაიმონდი საუბრობს დემოკრატიის და თავისუფლების ციკლებზე. რომელსაც მოყვებოდა ხოლმე არადემოკრატიული ნაცისტური ფაშისტური იდეოლოგიის აღზევებაც, შემდეგ მოყვა დიქტატორების აღზევება და ჩემის აზრით რა ციკლში შევდგენ, მე მგონი გამოჩნდა რა. აი ჩემი ოპტიმიზმი სწორედ ეს არის, რომ აი ეს 2008 წელს დამთავრებული, აი ეს ტალღა დამთავრდა სწორედ საქართველოს სანაპიროებთან, ამას მოყვა ავტორიტარიზმის აღზევება და ეხლა ჩემის აზრით იქნება ახალი ტალღა დემოკრატიზაციის, სადაც ჩვენი ადგილი უნდა ვიპოვოთ. ეს ადგილი გარანტირებული არ არის, მაგრამ ეს ადგილს ვიპოვით თუ არა, გამოკიდებულია აი ამ პოლიტიკურ პროცესზე, რაც ეხლა ხდება და უახლოესი 6 თვის განმავლობაში. ოკეი, რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, ეს თქვა, აი ეხლა ფაქტობრივად გამოდის, რომ პასუხისგებლობა დემოკრატიის გადარჩენაზე საქართველოში არის ოპოზიციის ხელში. აი რა უნდა გავაკეთოთ? არა, ოპოზიცია აქვს ოპოზიცია. ხო, არის, აი ეს უნდა იყოს მაინც ანუ შემაჯანჯღარებელი, ის რომელმაც უნდა აიძულოს ხელისუფლება წავიდეს. მოსი ასე ვთქვათ, ამაში ასე დავკონკრეტეთ კი ბატონო. აი რა როგორ უნდა მოიქცეს, აი რა არის? ესე იგი, ოპოზიცია იყენებს ყველა მექანიზმს ლეგიტიმურს, რაც მის ხელშია. და არ შევდივარ, ვცდილობთ რომ მთელ სამყაროს ვანახოთ როგორ მოიქცა ბიძინა ივანიშვილი და როგორ მოიქცა ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ კი არ ვამბობთ რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა 15% და მთლიანად წაიყო. არა, უბრალოდ ჩვენ გვინდა დავუმტკიცოთ მთელ მსოფლიოს რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის მმართველი
რომელსაც შეუძლია გააყოს ხელისუფლება და მართოს კოალიციურად. თუ არა, მას რომ რეალურად რა შედეგიც ჰქონდა, ის მიიღო როგორც ფაქტობრივი მდგომარეობა, დღეს იქნებოდა კოალიციური მთავრობა, ან ოპოზიცია აჯობებდა ამ მოლაპარაკებებში, ან ბიძინა ივანიშვილი აჯობებდა. მაგრამ მას არ შეუძლია რეალურად დემოკრატიული, მას არ შეუძლია დიალოგი სხვა პარტიებთან. და ეს ნათლად დადასტურდა სწორედ იმ მოპარული ხმებით, რითაც მან გაიზარდა, ხო 48%-მდე ეს თავისი რაოდენობა. და ჩვენი მისია არის, რომ დავანახოთ, რომ სასამართლო მის ხელშია, ხელისუფლება მის ხელშია. და ის არ არის დიალოგისთვის მზად, ის არ არის ადამიანი, რომელიც ანაწილებს ძალაუფლებას. და ეს არის არათავსებადი დემოკრატიული სამყაროსთვის და სხვა გზა ჩვენ არ დაგვიტოვა და ამიტომ ყველა ისევ ერთხმად ვდგავართ გარეთ და ვაჩვენებთ, რომ მას არ შეუძლია დიალოგი. ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. კი ბატონო, დემოკრატია არის არჩევანი და დღეს, როდესაც მართველი ძალა, რომელიც ერთპარტიული პარლამენტით წარსდგა ქვეყნის წინაშე პარასკევს და მისი სპიკერი ამ შემთხვევაში ბატონი კობახიძე ჩვენ ვეუბნება, რომელი პარტია სურს მას იხილოს პარლამენტში არჩეული, რომელი არ სურს. ეს არ არის დემოკრატიის ის რეალური აღქმა, რაც უნდა გქონდეს ამ შემთხვევაში პასუხისმგებლიან მმართველ ძალას, ხო? ჩვენ ამ შემთხვევაში მარტო ჩვენ ოპოზიციური პარტიები ხო არა ვართ, ჩვენს უკან არის ამომრჩევლები, რომლებმაც ჩვენ ხმა მოგვცეს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს. მე ვფიქრობ, რომ ერთი მნიშვნელოვანი პოზიცია ერთობა, რაც არის ოპოზიციის, ეს არის ერთი ასპექტი, მეორე შესაბამისი ის ხალხი, ვინც ხმა მისცა ოპოზიციას და ხალხთან ერთად უნდა მოხდეს ეს პროცესი და მარტო, რა თქმა უნდა, შეუძლებელია და მესამე, აუცილებელია ის, რომ დიალოგისკენ წავიყვანოთ ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან და დიალოგი ამ შემთხვევაში არის ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენთან დაკავშირებით აღარ იყოს ისეთი განცხადებები, როგორიცაც გია საუბრობდა, რომ 30 წლიანი შაკეტილი წრე გვაქვს და არჩევნები ყოველთვის ყალბდება და დიახ 2008 წელსაც არ იყო ის არჩევნები სამართლიანი, მე თქვენ ვიდექი ქუჩაში და დასრულდა ისე, როგორც დღეს აპირებს, რომ დაასრულოს ბეძინა ჩვენ ვამბობთ, რომ მოლაპარაკებები დაასრულოთ საბოლოო ჯამში და მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, ამას ვამბობთ ოპოზიცია, ხელისუფლება კი გამოდის და გვეუბნება, რომ არაფერი არ გაყალბებულა, პრობლემა არ ყოფილა, ის ფეცერტობა და ასე შემდეგ. თვითონ კეთავს ამ მოლაპარაკების კარებს. თუ გონიათ, რომ მას დასავლეთი არ შეაქვს, აიძულო შიგნიდანაც და გარედანაც მოლაპარაკებები განახლდეს. ეს არის ერთადერთი, როდესაც პრეზიდენტი გამოდის და ოპოზიციას ადანაშაულებს შექმნილ ვითარებაში და ამავდროულად ამბობს, რომ ყველას პრეზიდენტია, ნუ ახლა არავინ არ სამწუხაროდ უნდა დავასრულოთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად. თამარ კორძაია, თეონა ვაკუბარდია, დათო სიხარულიძე. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დებატები იყო, მაგრამ ისევ ციტატით დავამთავრებ. Washington Post-ის გამომცემელი ფილიპ გრემი საუბრობდა და ეს ცნობილი ციტატა ნიუზეუმის კედელზეც არის, ასე ვთქვათ, ამოტვიფრული ვაშინგტონში, რომ ჟურნალისტიკა არის პირველი უხეში ჩანაწერი ისტორიის, დრაფტი ისტორიის. რეალურად სწორედ ესეთი დებატები და მედია ქმნის იმ ისტორიას, რომელიც მე დარწმუნებული ვარ და ამიტომ ვარ ოპტიმისტური, რომ იქნება ნათელი საქართველოსთვის, იმიტომ რომ დღეს საქართველო არის იქ, სადაც მისი დემოკრატია არა მარტო მისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მისი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, დასავლეთისთვის და ამერიკულ შეერთებული შტატებისთვის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ამით გემშვიდობებით, მე და ბათო კვირამდე, მე სამშაბათამდე კარგად ვწანდებოდეთ.